მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. გადავდივართ კურო ივნისის თვეში. რას მოგიტანთ ივნისის თვე კუროებს? ნახოთ. 3 არკანით. ურთიერთობები, სადაც ახლა მოლოდინში ხართ, ნაბიჯების პარტნიორის, ნაბიჯების გადმოდგმას ელოდებით. აქ შესაძლებელია საქმესაც უკავშირდებოდეს და ფინანსებსაც, მაგრამ საკითხი არის ჯერჯერობით გაჩერებული და არ იწვრის მათ შორის პირად ურთიერთობებსაც ასე განვიხილავ ზუსტად ერთ-ერთში. მოდი ვნახოთ მაშინ ცვლილებები იქნება თუ არა ივნისის თვეში ამ თვალსაზრისით. ნახეთ ადამიანთა რომელთანაც გაკავშირებთ რაიმე ოჯახური მდგომარეობა მეუღლეა, ან უბრალოდ სტაბილური ურთიერთობა, სადაც უკვე წლების განმავლობაში იმყოფებით, აქ არის გარკვეული სიტუაციები თუ ტენდენცია დიდი ხანია უკვე გრძელდება, უკვე დროა რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მანიპულაციები ხდება თქვენთან, ამიტომ თქვენ ზუსტად იცით რომ გადღუებენ თუ ან არასწორად გექცევიან და აქ გადაწყვეტილებებს ნამდვილად მიიღებთ სწორად და მართებულად ასე ვფიქრობ. სიყვარული მოდის ივნისიდან. არ ვიცი ეს ახალი პარტნიორია, არ ვიცი ეს ძველ პარტნიორთან აპირებთ რაიმეს დალაგებას, მე ვფიქრობ რომ ბევრ თქვენთაგანთან ახალი პარტნიორი მოდის, პარტნიორი რომელიც გამოგიყვანთ ზუსტად აი ავადმყოფური ენერგიებიდან, იმ ავადმყოფური ემოციებიდან, იმ ძალიან დიდი ხნის პაუზიდან, რაშიც ახლა იმყოფებით ბევრი თქვენთაგანი. ამიტომ სიხარულის ენერგია მოდის მეგობრებო მე-6 თვიდან და ვფიქრობ რომ ივნისის თვეში თქვენ აუცილებლად უნდა შეხვდეთ იმ ადამიანს, ვისთანაც უნდა განიცადოთ ეს ბედნიერების ემოციები, რასაც სიყვარული ჰქვია. წარმატებებს გისურვებთ. დროებით მომავალ შეხვედრამდე.